საღამო მშვიდობისა. დღეს ხუთშაბათია და რადიო შოკოლადეს პირდაპირ ეთერშია ყოველკვირეული გადაცემათა ციკლი უხილავი ბავშვები, რომელიც მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის მიერ. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მომზადებას ფინანსურად მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ჩვენ უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვსაუბრობთ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ Facebook-ისა და SoundCloud-ის სოციალურ ქსელებში. უხილავი ბავშვები. ერთად ვიმსჯელოთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემა განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის არის, რომ სხვა გადაცემებისგან განსხვავებით გვეყოლება ორი სტუმარი. პროექტის უხილავი ბავშვები კოორდინატორი ქალბატონი თინათინ მესხი და ალექსი კოზლოვი, რომელიც გახლდათ უხილავი ბავშვი, რომელსაც აქვს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის უდიდესი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გველის წინ. შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ ნომერზე 2989595 გადაცემის მიმდინარეობისას და პირდაპირ ეთერში დასვათ შეკითხვა ან გამოთქვათ თქვენი აზრი ჩვენი გადაცემის თემასთან დაკავშირებით. ჩვენი გადაცემის თემა კი დღეისთვის გახლავთ ფილმი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა მოამზადა და რომლის პრეზენტაციაც ძალიან მალე იგეგმება. უხილავი ბავშვები. ერთად ვიმსჯელოთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს ორი სტუმარი უკავს, მე მონოლოგით რადიო მსმენელს თავს აღარ შევაწყენ და პირდაპირ გადავალ ჩვენს დღევანდელ სტუმრებთან. შეგახსენებთ, ქალბატონი თინათინ მესხი და ბატონი ალექსი კოზლოვი გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. ქალბატონი თინათინ, ბატონო ალექს, მოგესალმებით, ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა ამ სტუდიაში და დარწმუნებული ვარ, რადიო მსმენელისთვის ძალიან საინტერესო საუბარი გველის წინ. ქალბატონი თინათინ, დავიწყოთ თქვენით. რადიო მსმენელს ბუნებრივია გაუჩნდებოდა კითხვა, რა ფილმზე ვსაუბრობთ ზოგადად რომ მიმოვიხილოთ ფილმის არსი, მისი მიზანი, მისი შინაარსი. რა ფილმზეა საუბარი ქალბატონო თინათინ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. როგორც პროექტის ფარგლებში უხილავი ბავშვები, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა დოკუმენტური ფილმი და ეს ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ფილმი არის დოკუმენტური და ის მოიცავს სწორედ ამ ბავშვების ნამდვილ რეალური ისტორიას და ამ ფილმის გადაღების პროცესი დაახლოებით მიმდინარეობს 3 თვეა და უკვე გვინდა ჩვენს მსმენელებს ვაცნობოთ ეს სასიხარულო ფაქტი, რომ ეს ფილმი უკვე მზად არის და პრეზენტაცია გაიმართება უკვე მომავალ კვირას. გეგმავთ ამ ფილმის ჩვენებას და ქსურ საზოგადოებას ვაცნობოთ და დავანახოთ ამ ფილმით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეალური ცხოვრება, როგორია კარს მიღება. თინათინ, ჩვენ ფილმის პრეზენტაციას ცალკე შევეხებით. ახლა გემინდა ალექსთან გადავიდე კითხვით. ალექს, ფილმის ზოგადი მიზნის შესახებ თინათინმა ისაუბრა. როგორც მე ვიცი კულუარებიდან, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ხართ თქვენც. ალექს, თქვენთვის ფილმში მონაწილეობის მიღება რა იყო, რატომ მიიღეთ ფილმში მონაწილეობა, რა წარმოდგენა გაქვთ ამ ფილმმა, რა უნდა მოიტანოს, რა შედეგი უნდა მოიტანოს? პირველ რიგში მოგესალმებით, რა ვიცი, ალბათ, თვითონ უსახლკარო ბავშვის ქუჩაში მცხოვრებზე, იქნება ეგეთი შედგენილი ისტორია, რომ როგორ ცხოვრობს ქუჩაში ბავშვი. და ალექს, შენი აზრით ეს გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც უყურებს, ნახავს ამ ფილმს, რეალურად შეიცვლის დამოკიდებულებას, ან რაიმე მას კითხვა დაიბადება? შეიძლება გამოიღოს რამე მიზანი, მაგრამ თვითონ როგორ მიიღებენ, ეგაა მაგაზე დამოკიდებული აი მაგ ვიდეო და კინოს. თინათინ, ისევ თქვენ რომ გკითხოთ, რეალურად ფილმის მიზანი, როგორც მე მივხვდი, არის საზოგადოების დამოკიდებულების გარკვეულწილად შეცვლა, ხომ ასე მოდიფიცირება. მოდით დავაკონკრეტოთ, ჩვენი ფილმის მთავარი მიზანი არის საზოგადოებას ვუჩვენოთ რეალურად ამ ბავშვების ცხოვრება როგორია. ძალიან ხშირად ჩვენ ქუჩაში ხვდებით ამ ბავშვებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ვაძლევთ ხოლმე მათ გამოწვდილ ხელზე ვდებთ ხურდას, მაგრამ არ ვიცით რეალურად როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები, როგორია მათი ცხოვრება, რატო იბრძვიან ისინი, ან როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის, რატომ აღმოჩნდნენ ისინი ქუჩაში. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ფილმით არის ის, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას თუ როგორია რეალური ცხოვრება ქუჩაში მყოფი ბავშვების და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეულია ეს
ფილმი თუნდაც იმით რომ ამ ფილმის გმირები შემიძლია თამამად თქვა რომ ეს ბავშვები ნამდვილად გმირები არიან საუბრობენ რეალურ ისტორიებზე და იმ გზაზე რაც მათ გაიარეს რა გზითაც ისინი მოვიდნენ დღემდე და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც ჩვენი ფილმი იმიტომ რომ ეხება ზოგადად ყველა იმ პრობლემას რაც დღეს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს გააჩნიათ და ამას ყვებიან თვითონ ის ადამიანები რომლებსაც ეხება ეს პრობლემა. დიახ, ანუ როგორც გავიგე, თქვენი მიზანია საზოგადოებას დაანახოთ უხილავი ბავშვების ცხოვრების კიდევ უფრო უხილავი დეტალები, რომლებიც მათ გარკვეულწილად სარკეს ჩაახედებენ და ძალიან ნათლად დაანახებენ თუ როგორ ცხოვრობენ ბავშვები მხარდაჭერის გარეშე, ხომ ასეა? დიახ, ჩვენი მთავარი მიზანი კიდევ ერთხელ გამიმეორდები და აღნიშნავ არის ის, რომ ვაჩვენოთ რეალურად ცხოვრება, როგორია ამ ბავშვების თუ რა პრობლემები აქვს და ვსვავთ ღიად კითხვას, ვისი პასუხისმგებლობა ეს ბავშვები და ის პრობლემები, რომლებზედაც ისინი საუბრობენ აქ ძალიან საინტერესო თემები ახლა კონკრეტულად ვერ მოვყვები 4 ბავშვის ისტორიას, რომლებიც ჩვენი ფილმის გმირები არიან, თუმცა ისინი საუბრობენ ისეთ პრობლემებზე, როგორც არის ძალადობა, ისინი საუბრობენ იმაზე თუ რატომ და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ქუჩაში, რატომ აირჩიეს ეს ყველაზე რთული გზა, როგორ იბრძვიან. მოდის გიხდი რადიო მსმენელი ყოს პირდაპირ ეთერში, თქვენი ნებართვით თემას შემოვიყვანეთ ეთერში. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გესმენთ ჩემი ხმა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა, ცოტა რომ მოვცილდეთ რადიო მიმღებს თუ არის შესაძლებელი? დიახ. დიახ, გესმენთ. მოკლედ ხშირად უსმენ თქვენ გადაცემას ძალიან მომწონს და ეხლა კითხვა მაქვს თქვენ სტუმართან. სად შეიძლება ვნახო ის ფილმი და როგორ შეიძლება დავეხმარო ამ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს და როგორ დაუკავშირდეთ საერთოდ ამ ორგანიზაციას? გასაგებია. ქალბატონ თინათინ, კითხვა არის ასეთი, როგორ შეიძლება რადიო მსმენელს აინტერესებს, როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ მზრუნვალ ორგანიზაციას, თუ უნდა მოქალაქეს დახმარება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის, რა საკონტაქტო ინფორმაცია აინტერესებს და რა მექანიზმი არსებობს ამისთვის? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს რადიო მსმენელს და მადლობა იმისთვის, რომ დიდი ინტერესი იჩენთ. ჩვენ გვაქვს შექმნილი Facebook-ის სოციალურ ქსელში გვერდი უხილავი ბავშვები, სადაც ასევე შეგიძლიათ მოგწეროთ და კონკრეტულად დაიხმაროთ იმ ბავშვებს, რომლებიც თუნდაც ამ ფილმის მონაწილეები არიან და გარდა ამისა გვაქვს საქველმოქმედო ნომერი, რომელსაც შოთა ალბათ გამოაცხადებთ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ნომერი გაახლავთ 091990 ბუნებრივია ამ ზარებით შემოსულით ნახა სრულად მოხმარდება ბავშვების ინტერესებს. თინათინ დაუბრუნდეთ ფილმს. მე მაინტერესებს თავად გადაღების პროცესი ტექნიკურად, მე როგორც ვიცი, ფილმის გადაღება საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესი არის. განსაკუთრებით ისეთ სპეციფიკურ სეგმენტთან, როგორც არიან ქუჩაში ცხოვრები და მომუშავე ბავშვები. გადაღების პროცესში წარმოიშვი თუ არის სიძნელე, რასაც რეალურად ყველა ჩვენგანი ვაწყდებით ბავშვებთან ურთიერთობისას, უნდობლობის პრობლემა იყო თუ არა და მოახერხა თუ არა გადაღებმა ჯგუფმა ამ პრობლემის დაძლევა. დავიწყებ იმით, რომ ძალიან საინტერესოა ამ ბავშვებთან მუშაობა, თუმცა როგორც საინტერესო არის ძალიან რთულიც, თუნდაც იმიტომ, რომ უპირველესად ძალიან ძნელია ნდობის მოპოვება, როდესაც და ხშირ შემთხვევაში ეს ბავშვები თავს არიდებენ ღიად ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ და განსაკუთრებით როცა ეხება ასე ვთქვათ ფილმს ან სატელევიზიო გადაცემას. სწორედ ამიტომ დაახლოებით 3 თვე დაგვჭირდა ჩვენ იმისთვის რომ მოგვეძია ასეთი ბავშვები, რომლებიც დაგვთანხმდებოდნენ ფილმში მიიღოთ მონაწილეობა და საკმაოდ რთული პროცესი იყო ასევე ისიც რომ მათი ზოგჯერ ისინი ამბობდნენ მიიღეს გადაწყვეტილება რომ სურდათ მათ ფილმში მონაწილეობა, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც შემდეგ უარი მივიღეთ. თუმცა საბოლოოდ მაინც წარმატებულად დაამთავრდა ჩვენი ეს შრომა და შევარჩიეთ და შეირჩა ამ ფილმში 4 ძალიან საინტერესო ისტორია და საინტერესო გმირები, რომლებსაც თქვენ ნახავთ, როდესაც ფილმი გავა და ეკნება მაყურებელს შესაძლებლობა რომ ნახოს ეს ისტორიები და ის რადიო მსმენელი ყავს თინათინ, ამიტომ იძულებული ვარ შეგაწყვეტინოთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დასვათ კითხვა. მოგესალმებით. აი ეს კითხვა გამისცა, ეხლა ძალიან საინტერესო გადაცემა არის, რასაც უსმენთ ეხლა ჩვენ. მაინტერესებს ეს ისტორიები, რომელიც შეარჩიეთ, როგორც გავიგებთ, 4 ისტორია არის. უკაცრავ, თუ შეგიძლიათ რომ ოდნავ მოშორდეთ რადიო მიღებს, რომ ტექნიკურად და გავიგონოთ თქვენი ხმა. დიახ.
ანუ მაინტერესებს ეს ისტორიები, რომელიც იქნა ამორჩეული, რა კრიტერიუმებით იქნა ამორჩეული და ეს პიროვნებები, ვინც თამაშობენ ამ ფილმში, არიან რეალური პიროვნებები თუ არიან უბრალოდ დაჭრილი სახეობები. ძალიან საინტერესო კითხვა იყო, დიდი მადლობა. თინათინ მეც კი პასუხებ ალბათ ალექსიც უპასუხებს ამ შეკითხვას. ეს ფილმი უნიკალური და გამორჩეული სწორედ იმიტომ არის, რომ აქ არ თამაშობენ დაქირავებული მსახიობები, როგორც ასეთი კითხვა იყო. ესენი არიან ის ადამიანები, ის ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ქუჩაში და მუშაობენ ქუჩაში. ამათი ისტორიები არის და ეხება ყველა იმ პრობლემას, რომლებსაც ისინი აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ და ზოგჯერ თვალს ხუჭავთ ან არ გვინდა რომ დავინახოთ. და ალბათ ალექსი არის ერთ-ერთი ჩვენი ფილმის გმირი, მე ვიტყოდი, ნამდვილად გმირია და ის არის ჩვენი ფილმის მონაწილე, რომელიც საუბრობს და თუ რაზე საუბრობს, ალბათ ასევე უპრიანი იქნება. ამ კითხვას ალექსმაც უპასუხოს. მე მინდა კითხო, რადიოსულმა ძალიან ლოგიკური შეკითხვა დასვა პრინციპში, რომ დღევანდელ რეალობაში ფილმში მონაწილეობას ანაზღაურების გარშემო ძალიან ცოტა ადამიანი იღებს. რეალურად ალექს იყო ეს კომერციული პროექტი თუ მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ბავშვები რეალური ისტორიებს და ეს არის ნამდვილი ამბავი, ნამდვილი ბავშვების ნამდვილი ცხოვრება, თუ არის მოგონილი მითი? ნამდვილი ამბავია, მინდა დავამტახო თიკოს, იმიტომ რომ ეს არ არის მოსაფიქრებლად და როგორც აი ილუზიისთან რომ მივიდეთ, რომ თქვათ მოფიქრება აი მოთხი გმირის ამბავი და ესე შემდეგ რა, უბრალოდ ვიტყვი რომ ეს ჩაოლებრივად ნამდვილი ამბავია, ანუ 4 გმირი, 4 ქუჩაში მაცხოვრი პიროვნების და ფილმსაც შეეხება კიდე სინამდვილეზეა გადაღებული, ეგრევე ვთქვათ და ნამდვილი გმირები არიან და ნამდვილი მაგათი ცხოვრებაა ასახული მაგ ფილმში. მე როგორც ვიცი, ალექსი ერთ-ერთი პერსონაჟია, როგორც უკვე აღნიშნე და სინამდვილეში მინდა ვთქვა, რომ ალექსი არის ერთ-ერთი წარმატების მაგალითი თუ როგორ შეიძლება ბავშვმა მიაღწიოს წარმატებას. და მხოლოდ ამიტომ ღირს ამ ფილმის ნახვა, რომ ძალიან საინტერესო მაგალითი არის ერთი ადამიანის ცხოვრებისა. თინათინ, მე მინდა კითხოთ და ალექსსაც ვკითხო, დობის პრობლემას მინდა ჩავღრმავდე. რეალურად თინათინმა თქვა ალექს, რომ დობის პრობლემა პირველ ეტაპზე იყო, თუმცა ჯგუფმა დაძლია ეს პრობლემა. მე მინდა კითხო შენ, როგორც ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს და გმირს, როგორი დამოკიდებულება გაგიჩნდა უცნობი ადამიანების მიმართ, პრინციპში უცნობი ადამიანების მიმართ, რომლებიც მოვიდნენ კამერით და გითხრეს, რომ აკეთებენ ფილმს. როგორი არის ბავშვის რეაქცია ამ შეთავაზებაზე, პირველი რეაქცია? ერთ რაღაცას გეტყვით, აი თიკო და ქალბატონი ნინო ჩემთვის არ იყვნენ ახლა უცხოები, იმიტომ რომ ბავშვთა სახლში რო ვიყავი, მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან და ვნახულობდნენ ხოლმე და ანუ დრო გაგვყავდა ხოლმე ჩაოლებრივად, აი ბავშვებსაც ეხმარებოდნენ ერთობოდ აკეთური და შემომთავაზეს ესეთი რაღაცა, რომ ბავშვთა სახლელზე ვიღებთ ფილმს, ანუ ბავშვთა სახლში როგორ ცხოვრობს ბავშვი და ანალოგიურ ქუჩაში. და მეც ჩაოლებრივად დავთვალე, რომ კი ბატონო, პრობლემა არ ამისი, მე დაგეხმარებთ, იმიტომ რომ როცა ადამიანი ქუჩაში ცხოვრობს და შენ არ იცი ის როგორ იტანს თავს და როგორ ცხოვრობს ქუჩაში, ხო? ეგ უკვე შენ ეგ არ გაინტერესებს, იმიტომ რომ შენ ცხოვრობ შენთვის, ხო? და სახლში ხარ და ყველაფერი და როცა ადამიანი ქუჩაში და ქუჩაშია, ვითმეტეს ბავშვი, მაგისთვის ანუ თავის გატანა ძნელია, იმიტომ რომ ყველანაირი პრობლემა შეიძლება გადალახოს და იძულებითაც უნდა გადალახოს და რომ იცოცხლოს მაგისთვისაც უნდა გადალახოს ეგ ეტაპობრივი რა ქვია? ეტაპები. ხო, ეტაპები, რაც შეეხება და მე ვიტყვი, რომ ქუჩაში ცხოვრება არც ისე ადვილია, იმიტომ რომ იქ ქუჩაში ცხოვრობ ქშია, წყალი წყურია, ქცივა, როცა აი ზამთრის პერიოდი როცა არის და ანუ ტანსაცმელიც არ გაქვს, ეგრევე ვთქვათ და ანუ ხალხთანაც ანუ არ გაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ აი ანუ გარიყული ხარ ეგრევე ვთქვათ რა ხალხისგან, რომ იძახინა ის ქუჩაში მაცხოვრია და ამასთან რაღაცა აკეთებული თავის ფიქრებში იძახიან და ზოგიც კიდე პირიქით მოდის და გეხმარება, ანუ ხარს გიბავს რა ეგრევე ვთქვათ, აი როგორც თიკო და ქალბატონმა ნინომ დაგვეხმარა ჩვენ, რომ გვაკითხავდნენ ხოლმე და ვერთობდით ხოლმე ეგრევე ვთქვათ ბავშვთა სახლში და დღემდე მეგობრული ურთიერთობა ხამ პიროვნებათან, ორ პიროვნებასთან და ძალიან მაგრად შემიყვარდნენ ეგრევე ვთქვათ, ბავშვთა სახლში მოვიდნენ და გავიცანი, ანუ გასაგებია. თინათინ ალექს მოთხოვ, რომ თქვენ კომუნიკაცია მასთან გქონდათ ადრეც. ფილმის ყველა პერსონაჟი ასე იყო, ანუ თქვენ არ გაგჭირებიათ არავისთან, ვთქვათ. არა, მე უკვე აღნიშნე
აღნიშნე, რომ ანუ ალექსი ამ შემთხვევაში იყო წარმატებული, იმიტომ რომ ალექსს მანამდე ვიცნობდით, თუმცა ფილმში მონაწილეობენ სხვა ბავშვებიც და სხვა ისტორიები არის. მათი რეაქცია რა იყო? და მათი რეაქცია, ну თავიდან სვამდნენ კითხვებს, თუ რისთვის ვიღებდით ამ ფილმს, რა იყო მთავარი მიზანი, გამოჩნდებოდა თუ არა მათი სახეები, სად გავიდოდა ეს ფილმი და ასევე მინდა აღვნიშნო და დაუმატო რომ ალექსი ამ ფილმში ეს ფილმი ასრულებს ალექსი ძალიან პოზიტიურ ნოტაზე, იმიტომ რომ ალექსი არის ის ადამიანი, რომელმაც შეძლო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ძალიან რთული გზა გაიარა, რასაც ჩვენ ის ფილმში გვიყვება, დღეს ის არის შემდგარი აქტიური ადამიანი, რომელსაც აქვს არჩეული თავის საყვარელი საქმიანობა, რომლითაც დღეს იგი თავს ირჩენს და ძალიან კარგ მაგალითს აძლევს როგორც საზოგადოებას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც არსებობენ ჩვენს ირგვლივ. გასაგებია. თინათინ გადაღების პროცესი თავად როგორ წარიმართა? მე მესმის რომ ეს დოკუმენტურ ჟანრში გადაწყვეტილი ფილმია, როგორც მივხვდი, მაგრამ ეს მაინც არის ფილმი, ხომ ასეა და მას ძალიან ბევრი, ისე ვთქვათ, თუნდაც პროცედურული, თუნდაც ტექნიკური ხასიათის, ისე ვთქვათ, მსახიობობა და ცოდნა ჭირდება სპეციფიკური. გადაღების პროცესი როგორი იყო? იყო ეს რთული ძალიან გაუჭირდათ ბავშვებს ადაპტირება თუნდაც კამერასთან, თუ რეალურად წარიმართა ძალიან ბუნებრივად პროცესი? ბუნებრივია იყო ტექნიკური სირთულეები, იმიტომ რომ არც თუ ისე მარტივია კამერის წინ ღიად და გულწრფელად ისაუბრო შენ საკუთარ პრობლემებზე და პრაქტიკულად ამ ფილმში ჩვენ ვცდილობდით რომ მთლიანად გადაგვეღო და გვეჩვენებინათ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები. საკმაოდ რთული იყო იმ კუთხით რომ როდესაც იცი რომ კამერა გიღებს, ამ შემთხვევაში ზოგჯერ ქონდა ხოლმე ფილმის გმირებს გარკვეული პრობლემები, მაგრამ დროთა განმავლობაში, ანუ ეს არ იყო მხოლოდ ეს პრობლემები მოუხსენით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ხშირად ხდებოდა ამ ბავშვებთან კომუნიკაცია, ხშირად მივდიოდით და ხშირად ხდებოდა საუბარი იმ პრობლემებზე და იმ გზავნილებზე, რაც უნდათ რომ ამ ფილმის გმირებს ჩვენი საზოგადოებისთვის დაეტოვებინათ. და ვფიქრობ, რომ თუ როგორი გამოვიდა ეს ფილმი, ამას უკვე ჩვენი მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფილმი იმ თავითვე უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის რეალური ისტორიები, რომლებსაც რეალური ადამიანები მოგვითხრობენ. თინათინ, ფილმის გადაღების პროცესში ქონდა თუ არა მცდელობა, რომ დაკავშირებოდით დაუშვათ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს, ან სახელმწიფოს თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ უნდა დახმარება გაეწიათ, ან პასაჟები მოეწოდებინათ თქვენთვის? არ დავკავშირები ვართ, იმიტომ რომ ანუ ჩვენი თავარი მიზანი აქამდე იყო ის, რომ მოგვეხერხებინა და გადაგვეღო ეს ფილმი, სადაც იქნებოდა მოთხრობილი ამ ბავშვების რეალური ისტორიები. მეორე ეტაპი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს და დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ეს ფილმი და ის პრობლემები, რომელიც ამ ფილმში არის და არის ძალიან ბევრი კითხვა, შესაძლებლობას მოგცემს როგორც სახელმწიფოსთან ერთად, ასევე საზოგადოების წევრებთან ერთად ვიმსჯელოთ და ვიპოვოთ გამოსავალი გზები იმისთვის, რომ ეს ადამიანები არიან ქუჩაში ცხოვრობიდან მომუშავე ბავშვები, ნამდვილად იმსახურებენ, გქონდეთ მომავალი და გქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ერთი მხრივ უნდა გავხდეთ უფრო მეტად მგრძნობიარე და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი არ უნდა მთავრდებოდეს მხოლოდ გამოწვდილ ხელზე ხურდის გაცემით და უფრო მეტად გამოვიჩინოთ აქტიურობა ამ მიმართულებით და შესაბამისად სახელმწიფოსაც მივაწოდოთ იმ შემთხვევაში თუ იგი ვერ ხედავს უხილავ ბავშვებს დავანახოთ მათი არსებობა. დიახ, თინათინ ეს მინდოდა მეკითხა და დარწმუნებული ვარ რადიო მსმენელისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. რეალურად თქვენ ერთი ფილმის პარგლებში იპოვეთ 4 кейსი, სადაც საკმაოდ მძაფრი პრობლემებია დასმული. ხო, შოთა დაუმატებდი, ჩვენ ვიპოვეთ 4 ფილმის მონაწილე, თუმცა кейსები ამ პროექტის პარგლებში ძალიან ბევრია, მაგრამ ეს ადამიანები პრაქტიკულად წამოვიდნენ თანხმობაზე და გამოხატეს სურვილი გარკვეული მოლაპარაკების მერე რომ მიიღოთ მონაწილეობა და საზოგადოებისთვის ეცნოთ და თინათინ როგორი ამ ადამიანების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება იმ პრობლემებზე რომელზეც თქვენ აქცენტი გააკეთეთ ფილმში თუ აქვს სახელმწიფოს რაიმე გაკეთებული თუნდაც ამ კონკრეტული ადამიანებისთვის?
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა. ამ სახელმწიფოში დავაკონკრეტებთ, არის 4 სამინისტრო, რომელიც გარკვეულწილად იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოახდინოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეაბილიტაცია და მათ საზოგადოებაში ინტეგრაცია. შექმნილია სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამ ბავშვების მომსახურებას, ესაა ტრანზიტული ცენტრი, დადიხარ ალექს, თუ უკვე აღარ სარგებლობ. ის დაიგედა კიდევ. ხო, მოკლედ არის მთელი რიგი სერვისების თუ და ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა ისარგებლოს ამ სერვისებით, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს და პრინციპში ვისურვებდით, რომ ის ნაკისრი ვალდებულებები, რასაც ეს პროგრამა ითვალისწინებს და სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო, რეალურად შესრულდება და არ დარჩება მხოლოდ სიტყვები. თინათინ, მინდა გითხრა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტზე რადიომსმენელისთვის, როდის იგეგმება ფილმის პრეზენტაცია, სად იგეგმება და თუ იქნება საშუალება ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რომ ნახოს ეს ფილმი, იმიტომ რომ რეალურად ეს ფილმი არის კომერციული თუ არა, იმიტომ რომ ეს ფილმის ნახვა თუნდაც დოკუმენტურის საკმაოდ იშვიათობა არის ხოლმე დღევანდელ რეალობაში. ფილმის პირველი ჩვენება დაგეგმილი გვაქვს 26 თებერვალს ხუთშაბათს, ეს იქნება დახურული ჩვენება. გაიმართება საჯარო ბიბლიოთეკაში, არის ფილმის კინოჩვენების აუდიტორია, სადაც ჩვენ ვიწვევთ როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც სფეროში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობენ და მუშაობენ ამ მიმართულებით და ამ ფილმის ჩვენების შემდგომ უკვე გაიმართება დისკუსია და თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ჩვენება, ამ დახურული ჩვენების შემდგომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ფილმი და თქვენს მსმენელებს და დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენი სოციალური გვერდის დახმარებით ექნება შესაძლებლობა გაიგოს თუ სად ჩატარდება და სად გაიმართება მორიგი ჩვენებები ამ ფილმის. ანუ ჩვენს რადიოსმენელს შეუძლია თავისუფლად რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით ჩვენ ამას დავაანონსებთ და მივაწვდენთ ინფორმაციას თუ სად და როდის გაიმართება და ჩატარდება და გვინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს და ბევრმა ადამიანმა გაითავისოს და დაინახოს უხილავი ბავშვების რეალური ცხოვრება. გასაგებია, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია არის რადიომსმენელისთვის, რომ ფილმის ჩვენება იქნება ღია, არაკომერციული ყველანაირად და ჩვენს რადიომსმენელს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეიძლება მისი ნახვა და დისკუსიაში მონაწილეობა. ხომ სწორად გავიგეთ ინათინ. კარგით, ალექს, მინდა ისევ თქვენ დაგიბრუნდეთ კითხვით. რეალურად თქვენ მიიღეთ ფილმში მონაწილეობა, ფილმი არის გადაღებული უკვე ძალიან მალე გაეშვება ჩვენებისთვის. მაინტერესებს თქვენ რას მოელით ფილმის შემდეგ? რა მოხდება, ვინც ნახავს აზრს შეიცვლის რაიმე კუთხით? შეეცვლება წარმოდგენა უფრო გახდება ლოიალური ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ? რას მოელით ჩვეულებრივი მნახველი რიგითი მოქალაქე, რომელიც ნახავს ამ ფილმს? რას იფიქრებს და რა დასკვნას გააკეთებს საბოლოოდ? რა შედეგი იქნება ფილმის ჩვენების შემდეგ? მე წეგანაც აღნიშნე, რომ თვითონ მაყურებელი როცა ნახავს ამ ფილმს, ხო და როგორ ნახავს თვითონ თავისი გადასაწყვეტია როგორ მიიღებს რა მაგნეს, ანუ და მოლოდინი როგორი გაქვს ალექს? რა მოლოდინი, ანუ ერთ-ერთი მოლოდინი არის ის, რომ ჩვეულებრივად ასახავს ქუჩაში მცხოვრები ბავშვის ისტორიას. და ეს ისეთ დეტალებს ასახავს, რომელიც არ იცის ჩვეულებრივმა ადამიანმა. რომელმაც არ იცის ჩვეულებრივმა ადამიანმა და ანუ ვაფშე საერთოდ არ იცის ქუჩაში როგორ ცხოვრობს ბავშვი. ეგრე ვთქვათ. და ქუჩაში როგორ გააქვს თავი ან რა რეები ხდება და რა თავზე რა გადახდენია და თავის ისტორიას ყვება TikTok-ში და თავის ისტორიასაც მოყვება. გასაგებია, ალექს, გულწრფელები იყავით ფილმის გადაღების დროს, რეალურად გულწრფელობის ხარისხს როგორ შეაფასებდით? ახლა იმ სამის რა გითხრა, მაგრამ მე მართლა გულწრფელი ვიყავ, იმიტომ რომ მე თვითონაც მინდოდა რომ ესეთი პატარა დოკუმენტური ფილმისავით გამეკეთებინა, ანუ თვითონ ჩვენ იქ ბავშვთა სახლში რა ვიყავით, ხო? ფიქრები მქონდა მაგაზე, რომ აი მეთქი ვიდეო მქონდეს მეთქი, ვიდეო კამერა მქონდეს მეთქი და ანუ იქ მეგობრები ხო ძმაკაცოდი, ახლა მეგობროდი ხალხთან ბავშვებთან და მეთქი აი რა მოხდებოდა, რომ ვიდეო კამერა ქონოდა და ჩვენთვის ჩვენ ცხოვრებაზე ფილმი გადაგვეღო მეთქი, ხო? ეხლა თლად 1 საათიანი და ეგეთი არა, მაგრამ რაღაც 15 წუთიანი ეგრე ვთქვა, დოკუმენტური ფილმისავით მეთქი და ამიტომ ესეთი შესაძლებლობა ძალიან არ ქონდა.
ტელეფონები თუ ქონდა ხოლმე ისის ტელეფონები თუ ვიდეოს არ გადაიღებდა ეგეთები. გასაგები. და რავი, სხვა რა გითხათ კიდე, რომ ჩაულებრივი ფილმი არ არის, მაგრამ ძალიან კაი ფილმია ეგრე ვთქვათ, ანუ ალექს, გულწრფელი იყავი, როცა კამერის წინ ლაპარაკობდი? კი. იმიტომ რომ ცნობილი რეჟისორები ამბობენ ხოლმე, რომ ფილმის წარმატების მთავარი საიდუმლო არის გულწრფელობა თვითონ რეჟისორის და მისი პერსონაჟის. თავიდან ბოლომდე გულწრფელი ვიყავი გადაღების პროცესში, ეგრე ვთქვათ და რავი, სხვა რა ვთქვა, მაგრამ სხვა პერსონაჟებს თინათინი გვეტყვის, თინათინი როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ, ბავშვები გაიხსნენ ბოლომდე ნამდვილად და მათი გულწრფელობის ხარისხი იყო მაღალი. მოგახსენებთ, მე ვფიქრობ, რომ ისინი ყვებიან ნამდვილ ისტორიებს და ისინი არიან გულწრფელი, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ცხოვრებაზე. ამ ფილმის სახელწოდება არის ჩემი ცხოვრების დღიური და შესაბამისად ეს ადამიანები იხსენებენ იმ დღეებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში, განსაკუთრებით სირთულით და სიმწვავით გამოირჩეოდა და არ ამგონი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ქუჩაში ცხოვრობიდან ბავშვები ბავშვები ძალიან ბევრს იტყუებიან. ეს იმიტომ ამბობენ, რომ ქუჩაში როცა გაივლი და გასაუბრებას ცდი, როგორც წესი იტყუებიან, როცა პირველად ხედავენ. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს სიმართლესთან ახლოს არის, მაგრამ როდესაც პირველად სულად უცხო ადამიანი მიდიხარ, შეიძლება ესეც შთაბეჭდილება დაგრჩეს, მაგრამ როდესაც ყურადღებაც არ მოგაქცევენ, მაგრამ მე როდესაც უკვე ამყარებ ამ ბავშვებთან ურთიერთობას, როდესაც უფრო ღრმად შედიხარ მათთან კონტაქტში, ისინი მთავარია მათგან მოიპოვა ნდობა და ამ ნდობის მოპოვის შემდგომ ისინი მე ვფიქრობ, რომ არიან გულწრფელები და ნამდვილად ღიად საუბრობენ იმ თემებზე, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. გასაგებია. მე როგორც მივხვდი, რეალურად ფილმის რამდენიმე სიუჟეტური ხაზი უკვე რადიომსმენელისთვის ცხადი გახდა. ერთ-ერთი პერსონაჟი იქნება წარმატებული, როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას იმ შემთხვევაში თუ ძალიან ცოტა წინაპირობა გაქვს ამისთვის ალექსის სახით და თქვენ ახსენეთ თინათინ, რომ ფილმი საბოლოო ჯამში გავაღია ჩვენებას და ბუნებრივია მიეწოდით მათ სახელმწიფო უწყებებსაც. ამ შემთხვევაში რა ასეულოდებით სახელმწიფო უწყებისგან იმ კონკრეტულ შემთხვევებს რეაგირებას, რომელიც ფილმში აღწერილი თუ ზოგადად პოლიტიკის შეცვლის მიზანი აქვს ფილმს? ფილმის მიზანი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ის, რომ ვაჩვენოთ როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოებას, თუ როგორია დღეს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრება. შესაბამისად, აქ ღიად ტოვებთ კითხვას, თუ ვისი პასუხისმგებლობა ეს ბავშვები, თუ ვისი პასუხისმგებლობა ეს მათი პრობლემები და ვისი პასუხისმგებლობა და იმსახურებენ თუ არა ეს ადამიანები გქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრება. სწორედ ფილმის მიზანი ის არის, რომ როგორც სახელმწიფო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც ამ ადამიანებს გააჩნიათ და აქვს. და თვითონ ჩვენი ფილმის გმირებით რა დღესაც საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას, მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი ფილმის გმირი, რომელიც არის 9 თვის, დღემდე ვერ ახერხებს დედა მისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღებას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, რომ დავეხმაროთ მას, სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ შედეგს და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით კიდევ ერთხელ გავამახვილებთ და შევახსენებთ როგორც საზოგადოებას, ასევე სახელმწიფოს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ ბავშვებს აქვს და მოუწოდებთ, რომ ერთად ვიმსჯელოთ და არა მარტო ვიმსჯელოთ, არამედ ვიპოვოთ ის გზები, რომლითაც გადავჭრით ამ პრობლემებს. ქალბატონო, თინათინმა ძალიან მოხერხებულ დაარიდა თავი კითხვაზე პასუხისგაცემას, თუ რას ველოდებით სახელმწიფოსგან? სახელმწიფოსგან ველოდებით ანუ უშუალოდ კონკრეტულად რთულია თქმა, ეხლა გლობალურად ამ ერთი ფილმით შეიცვალოს პოლიტიკა ამ სფეროში, თუმცა ფილმი აძლევს მისცემს მათ შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დაინახონ ის პრობლემები, რაც ამ ბავშვებს აქვთ. მესმის. თინათინ, თქვენ ახსენეთ კითხვა ვისი პასუხისმგებლობა, როგორც მე მივხვდი, ესეც ფილმის ერთ-ერთი ხაზი იქნება, ხომ? ვისი პასუხისმგებლობა ეს ბავშვები? ესეც ფილმის ერთ-ერთი ხაზია და ვფიქრობთ, რომ ჩემი პირადი აზრია, რომ ქუჩაში მცხოვრებიდან მომუშავე ბავშვები პასუხისმგებელი არის სახელმწიფო პირველ რიგში და ასევე გვერდსვერაულით საზოგადოება. ჩვენც თითოეულ მოქალაქეს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რომ შეიცვალოს
თუნდაც ჩვენი დამოკიდებულება ამ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ. ასე რომ ფიქრობ, ცალსახად მხოლოდ ერთი მიმართულებით პრობლემებზე ვერ ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ, აქ მთელი რიგი და უპირატესი პასუხისმგებლობა რასაკვირველია ეკისრება სახელმწიფოს და ასევე ჩვენს მოქალაქეებმა უნდა გამოვიჩინოთ უფრო მეტი თანაგრძნობა და ვიყოთ უფრო მეტად სოლიდარულნი, რომ შეიცვალოს ზოგადად დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ და დავინახოთ ხილავი ბავშვები. აბსოლუტურად გეთანხმებით, სრულად გეთანხმებით ამ ეტაპზე და ბოლო კითხვა, რადგან ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, თინათინ ეს რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ, ვისი პასუხისმგებლობაა კითხვაზე პასუხია რეალურად. ეს ამ კითხვაზე პასუხი არის გაცემული ფილმში თუ დატოვებულია გარკვეული კითხვის ნიშნები? ჩვენ ტოვებთ კითხვის ნიშანს, იმიტომ რომ მოდით ერთად დავსხდეთ და ერთად ვიფიქროთ ამ თემაზე და ერთად გავითავისოთ ყველა პასუხისმგებლობა, რომელიც გვაქვს იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობენ და ცხოვრობენ. გასაგებია. თინათინ დიდი მადლობა, თინათინ ალექს სტუმრობისათვის. რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახლდათ უხილავი ბავშვების პროექტის კოორდინატორი ქალბატონი თინათინ მესხი და ბატონი დავით ალექსი კოზლოვი. უხილავი ბავშვები. ერთად ვიმსჯელოთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. თქვენ უსმენდით გადაცემას უხილავი ბავშვები, რომელიც გადის რადიო შოკოლადის პირდაპირ ეთერში FM 98.5-ზე. თუ ჩვენი რომელიმე გადაცემა არ მოგისმენიათ და გაინტერესებთ, აუცილებლად ეწვიეთ CSTC-ITV.GS ან გადაცემისა და რადიო შოკოლადის Facebook გვერდებს, სადაც ყველა გასული გადაცემა ხელმისაწვდომია. ასევე შეგახსენებთ ჩვენ საქველმოქმედო ნომერს 091-900-980, სადაც დარეკვითაც თქვენ ერთი ლარით დაეხმარებით ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს და შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ეს თანხა მოხმარდება მხოლოდ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ინტერესებს. რა თქმა უნდა, ველით თითოეულ თქვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, კითხვას აუცილებლად მოგწერეთ და აგვირეკეთ, გაგვაგებინეთ თქვენი პოზიცია. თქვენი აქტიურობის მოლოდინში დროებით გემშვიდობით მომავალ ხუთშაბათამდე, მე პროექტის იურისტი და შოთა თუთბერიძე ვარ. ზუსტად ერთი კვირით მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი წარმოგიდგენთ გადაცემას უხილავი ბავშვები. რადიო შოკოლადის ეთერში. ყოველ ხუთშაბათს 19 საათზე. ერთად ვიმსჯელოთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. უდავტოვებთ ბავშვებს რეალობის მიღმა. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. გადაცემის ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ რადიო შოკოლადის Facebook-ის გვერდზე. ვიდეო ვერსიას იხილავთ ვებ გვერდზე CSTC-ITV.GS. უხილავი ბავშვები. ყოველ ხუთშაბათს 19 საათზე.